გიგაავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დემეტრე ჩიქოვანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომლითაც მან საქმის პროკურორს მიმართა. მირჩევნია მოკვდე ვიდრე თქვენგან ღირსება შელახული ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც, წერს ჩიქოვანი. უკვე მეოთხე დღეა პროკურატურასთან შიმშილობს დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე. კობახიძის ხელმძღვანელობით სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კობახიძის მინისტრთა კაბინეტის წევრები და სუსის უფროსის პოსტზე მყოფი მდინარაძე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებენ. უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი თვეში 50,000 ოკუპანტის განადგურება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მიხაილ ფედოროვის თქმით, გასულ თვეში თავდაცვის ძალებმა 35,000 რუსი გაანადგურეს. ყველა ამ დანაკარგის ვიდეო დადასტურება არსებობს. ევროპა რუსეთთან ომისთვის სერიოზულად ემზადება. ამის შესახებ ლავროვმა განაცხადა. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროპა ცდილობს ტრამპი დაარწმუნოს შეცვალოს საკუთარი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით.